გამარჯობა მოგესალმოთ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ტრადიციულად ვიწყებ გადაცემას სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და უკვე უამრავ ადამიანს რომელსაც ეს თარობა აკავებს საკუთარი აზრის გამოხატვის გამო გადაცემის სპონსორია Essence გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში უკვე დღე არ გავა ვინმე არ დააკავონ. ათობით ადამიანს იჭერენ. თავისუფლებას ვუსურვებ ყველას. პატიმართა რიცხვს არ მიემატა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის სახლში რამდენიმე მილიონი დოლარი ოქროს ზოდები და ძვირფასი ლიფტები ამოიღეს. სასამართლომ შეუფარდა მილიონი ლარი და დაკითხვიდან სახლში გაუშვეს. გირაო შეუფარდეს ადგა ეს პატიოსანი, პატიოსნად ეს ადამიანი წავიდა სახლში. ადვოკატმა ისიც თქვა, რომ არც კი ვიცი, როგორ გადავიხადოთო გირაო, ეს 1 მილიონი ლარი ხო გადასახდელია და ახლა სხედან და დამწუხრებულები ფიქრობენ, როგორ გადაიხადონ ეს 1 მილიონი ლარის გირაო. არ ვიცი ვის შეიძლება რომ გამოვართვათო მასაც ფიქრობენ. რა ვიცი, აბა ჩვენ ითით შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ ახლა. ნანუკას ფონდი დახურულია. ფონდი ავნანას ხელმძღვანელ ციხეში ყავდა. ფიზიკურად ვერ ავწევთ ახლა ჩვენ მაგალითად ხალხი მაგდენ ფულს. რომ ისე ერთადერთი ტარიელას თუ თხოვდა ის თუ მოგცემს იმიტომ რომ იმანიცის ხოლმე ესე რა ისეთი საჩუქრების გაკეთება. ღარიბაშვილს ყველამ ზურგი აქცია ყოფილმა თანაგუნდელებმა, მხარდამჭერებმა, რამდენიმე ჩინოვნიკმა Facebook-იდან მისი ფოტოებიც და საქემარი პოსტებიც კი წაშალა, ეკი არა სახში თუ რამე ჰქონდათ მოჭიმული, რაც ღარიბაშვილთან ასოცირდებოდა, ყველა გადაყარეს. ყველაფერი. მოკლედ ღარიბაშვილი ისე უარყო ყველა პასპორტის ფოტოში ზურგით დგას ძვირფასო მეგობრებო. ყოფილ პრემიერს ერთი დამცველი მაინც გამოუჩნდა, მოდით ნახოთ უცნობის განცხადება, ეს მომღერალი უცნობი. ირაკლი ღარიბაშვილს ხალხი არ უწამებია, ციხეები არ ამოუვსია, ქართული სული არავისთვის არ ამოუღია, წაქცეულ კაცზე წიხლის დაჭერა არავაშკაცურია. აჰა, ესე იგი 7 მილიონი დოლარი ქონდა კაც სახში და თურმე წაქცეული ყოფილა. ეხლა თქვენ ხართ ესე წაქცეულები? წაქცეულები ჩვენა ვართ. წაქცეულები. მხოლოდ ღარიბაშვილი არ არის მიზანში ამოღებული, ქართული ოცნება იჭერს და იჭერს ყოფილ ჩინოვნიკებთან დაკავშირებულ ადამიანებს. ამ თემაზე უსერიოზულესი განცხადება გააკეთა ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. მოდი ვნახოთ ეს. ჩვენ ხომ არ ვალავთ. არსებობდა თურმე კორუფცია. კაი კაცო. როგორი გულწრფელები ყოფილიყართ. ხალხის ფულს რომ ჭამთ, ამას ხომ არ ვალავთო, კაცი ამბობს. ქვეყანა რომ გავატყავეთო და გამოვშიგნეთო. აგერ პატიოსნად ხო გეუნებითო კაცო, ხო არაფერს კი მალავთო. სხვა მთავრობები მალავდნენ და ჩვენ აი ალალები ვართო ძმაო, ალალებიო. ფაქტიურად გვითხრა რა ეს გამოუვიდა. გადავიდეთ ძალიან საინტერესო და ოპოზიციისთვის აქტუალურ თემაზე. ქართულმა ოცნებამ შეადგინა კანონ პროექტი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და გადააგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოში. ასაკრძალ პარტიათა სიაში ამ ეტაპზე მოხვდა 3 პარტია: ნაციონალური მოძრაობა, პარტია ახალი და პარტია ლელო. დააკვირდით, ესე იგი, კრძალავენ პარტიებს, რომლებიც ბარიერს ლახავენ. ვინც ვერ ლახავს, საფრთხეს არ წარმოადგენსო ესო და იმათ არ კრძალავენ. ახლა რა ვიცი, მეტი სხვანაირად რანაირად გითხრა, რომ დიქტატურაა ქვეყანაში. აწი ვიცხოვრებთ ესე უსასრულოდ დიქტატურაში, ძვირფასო მეგობრებო და უკვე ქვეყანას ორი რაღაც ექნება საამაყო. ერთი დინამომ რომ თასების ფლობელთა თასი მოიგო და მეორე ოდესღაც წინა ხელისუფლებამ დემოკრატიულად რომ გადააბარა ქართულ ოცნებას ხელისუფლება. ეს ორი საამაყო რაღაც ექნება ამ ქვეყანას. აი ახლა ის ხალხი მინდა დამენახოთ 2012-ში რომ იძახდით, თუ არ მოგვეწონა გადავირჩევთო. იმიტომ მინდა დამენახოთ, რომ წესით ცოტა მობერებულები უნდა იყოთ და რა ვიცი, თმაში ჭაღარით. აი ასე ფიქრობ, ცოტა მობერებულები წელში მოხრილებიც უნდა იყოთ. რაღაცა ცოტა აი სტრესულ მდგომარეობაში, რაღაცა ასე ფიქრობ.
მოკლედ ისეთი დემოკრატიული ტემპით მივდივართ წინ მომავალ არჩევნებზე დიდი ალბათობით საერთოდაც შესაძლოა პირველი ადგილი გაუქმდეს და პარტიები პირდაპირ მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ ძვირფასო მეგობრებო. არჩევნებს ვერ გააყალბებენო, გააყალბეს. ყველას ხო ვერ დაგვიჭერენო, დაგვიჭირეს. ხომ არ აგკრძალავენო და აგკრძალეს. ახლა ვინმე მართქვას რომ ლაპარაკსაც ხო ვერ აგვიკრძალავენო, თორე მე გნახავთ ესე გაჩუმებულებს ასე მარტო ასე უხმოთ რომ ილაპარაკებთ ეს. ასე უხმოთ ისაუბრებთ ასე მე მომავალში, მაგრამ სახე მაინც მებრძოლის და გაუტეხელი გექნებათ ხო. აი აქამდეც მივალთ. მე ხო ხშირად რასაც ამბობ ხდება ხოლმე მომავალში. არ არის გამორიცხული მალე ქართულმა ოცნებამ აკრძალული პარტიების ოფისებთან სპეცტექნიკა მიაყენოს და შაბი ამნით შეწამლო რომ არ იბარტყოს ოპოზიციამ. Deep State-მა რომ აღარ გამოჩეკოს ახალი ოპოზიციონერები და ეს პირდაპირ შეწამლა. ახლა კარგი დროა რომ ერთხელ და სამუდამოდ ოპოზიცია გაერთიანდეს, იმიტომ რომ პარტიები უქმდება, იმის დარდი აღარ გექნება თვინმესთან დადგომით ამომრჩეველი არ დავკარგოთო, რაც შეეხება თქვენს ეგოებს. ძალიან კარგი იქნება, რამე ძლიერი ფსიქოტროპული პრეპარატებს თუ მიიღებთ, რომელიც ამბიციის გამომწვევ ყველა კუნთს ადუნებს ორგანიზმში. ერთი სიტყვით წამლები თუ არ მიაშველეთ, ისე ქვეყანას ვერ შველით, ხომ ხედავთ, რაღაცა ეს ჩემი ესეთი რჩევაც რომ მიიღოთ, ძალიან კარგი იქნება. ისე მართლა დროა რომ ოპოზიცია გაერთიანდეს. და ოპოზიცია თუ გაერთიანდა, ქართული ოცნების დღეები დათვლილი იქნება, ძვირფასო მეგობრებო. დიახ, არ მეშინია ამ ფრაზის თქმის და ყველა მიცოდეს რომ გავაწლები და ამ ფრაზას ქართული ოცნების დღეები დათვლილიაო, კიდევ ვიტყვი. არ შემეშინდება, არც ახლა და არც მომავალში ამის თქმის. ალბათ გაინტერესებთ ამ კანონს ახლა რა ბედი ეწევა. ამას ძალიან კარგად გვიხსნის ქართული ოცნების დეპუტატი ბეჟან წაქაცე. ნახოთ. პარტიის ამგზავრავ კანონს სასამართლოში მიიტანებენ. ასეთში მართლაც ამბობს ეს კაცი. პარლამენტში საჭირებს მოაქუჩებენ, მერე სასამართლოში მიიტანებენ, მერე იქანა განიხილავენ სყენ და ასე დამტკიცებულს ისე უკან გამეიტანებენ პროცედურულად ასეა. ხედავთ? აგერე კაცი ნატანალა ამ საჩივრებს სასამართლოში თურმე. ნატანალა ძვირფასო მეგობრებო, ეს არის ზმნა და ნიშნავს თურმე ამას დააქვს და ჩვენ ახლა გავიგეთ. ესეთი ზმნა არის ნატანალა. ეს არის ნატანალა, უფრო რთული ფორმაც შეიძლება ნატანებლარიენ. ეს უკვე ძალიან რთული ფორმაა, ეგ უკვე შემდეგ გადაცემებში აგიხსნით, იმიტომ რომ ვრცელია ეს უფრო. რა კარგია ასეთი ნიჭიერი ხალხი რო ყავს პარლამენტში ამ კაცის დამსახურებით, მალე ამერიკასთანაც ვიმეგობრეთ ბტყენ და ევროკავშირის ქუჩებშიც ვირონიებთ თავაწეულები. ვირონიებთ, ესეთ ერთგვარი ის არის და ვირონიებთ, ვისეირნებთ. ოღონდ რას არ იტყვის ხოლმე ეს კაცი, მაგრამ არა უშავს ბატონი ბეჟანისგან უცნაური განცხადებებს მიჩოვილები ვართ ყველანი და ამიტომ ჩვეულებრივად ვიღებთ ამ ამბავს. ირაკლი კობახიძემ საინტერესო ფრაზა თქვა, გახარია პარლამენტში შემოსვლითო, გახარიაო, თავი გადაირჩინა ამ პარტიამო, თორე მაგათაც აუკრძალავდითო. გახარიას გუნდმა შვებით ამოისუნთქა ბეწვზე ვართ გაქონცებულებიო, თორე გვაუქმებდეთ საერთოდ ეს ნაძირლებიო. გახარიას გუნდი პარლამენტში შევიდა მშვენივრად და ლამაზად, კაბინეტებიც მისცეს, ერთი სიტყვით კარგად არიან, დავაბინავეთ. ესე კოხტად დაბინავდნენ და კარგად არიან. ეხლა გარე წოწიალს ეხლა ესე არ ჯობია, იცი მაინც სად არიან ადამიანები, ხო? გახარიას პარტიის დეპუტატმა პარლამენტში კითხვები დასვეს კორუფციასა და ღარიბაშვილთან დაკავშირებით, რაზეც ძალიან საინტერესო რეპლიკა თქვა დეპუტატმა შარმანაშვილმა. ნახოთ რა თქვა, ძალიან უცნაურია. თითქოს ეს ადამიანი მხოლოდ ჩვენ აღმოაჩინეთ. გახარიამ არ შეარჩია ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად? ანუ ღარიბაშვილის მოყვანას ტენია გახარიას.
თითქოს გახარიამ დანიშნა თავდაცვის მინისტრად და ზოგადად ღარიბაშვილი თავიდან გახარიასთან მუშაობდა, ბორჯომები დაქონდა. მერე გახდა გახარიაშვილის პროდიუსერი და ასე გაიკაჭა ნელ-ნელა. ის იყო კიდე მაგარი გახარია რო ამობდა რაც გინდა ის დაუძახეთო. აი რამხელა დონის უტიფრობაა ძვირფასო მეგობრებო გახარიას ტენიდე ღარიბაშვილს. წარმოგიდგენ რამხელა დონის უტიფრობა. ზოგადად ქოცებს შუბლის ზარღვი კი არა, მე მგონი საერთოდ შუბლი არა აქვთ ძვირფასო მეგობრებო და წარბების ზემოთ რაღაცა კარდონი აქვთ ჩადებული. ყველა შეფერი შეიძლება გახარიას შეტონო, მაგრამ ღარიბაშვილი რანაირად? ჯერ მარტო 6 მილიონი მადლობა 6 მილიონი მადლობა აქვს ბიზნესთვის გადახდილი, ეს მარტო რაც მე დავითვალე. ჩემით. და გახარია თურმე გახარიას მოყვანილი არის ღარიბაშვილი. რა ვიცი, აი რაღაცა ესეთი მოკლე მეხსიერება ადამიანებს არ ამგონია ესეთი მოკლეც გქონდეთ, უფრო რა ვიცი. არ ვიცი, გაუგნებული ვარ. კიდე კარგი ჯერჯერობით ბიზნეს არ დაპირისპირებიან, თორე ნახეთ მე რა სიტყოდნენ სააკაშვილო როგორ შემოკვტენა ეს ვითომ ქველმოქმედი ბიზნესაო, ამასაც იტყვიან რა პრობლემა. რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი, როგორც ყოველთვის ამ გამოსვლამ გააღიზიანა ქართული ოცნება. მოდით ნახოთ რა თქვა სალომე ზურაბიშვილზე ქართული ოცნების ერთ-ერთმა წარმატებულმა დეპუტატმა ამიერკავკასიაში ნინო წილოსანმა. სალომე ზურაბიშვილი არც თავისი არჩევნების დროს არ იყო ლეგიტიმურად არჩეული. ხვდებით რას ამბობს, ანუ პირველი ტურიო წააგო და მეორე ტურშიო ფაქტიურად მოგვიწიო გაყალბებაო, ხალხი შევასიეთო, ეს მე გაგრძელება აქ ამას. ფაქტიურად აი ეს სისხლის სამართლის დანაშაული ნინო წილოსანმა როგორც კურიოზი ისე მოგიყვა ძვირფასო მეგობრებო. არც თავისი არჩევნების დროს არ იყო ლეგიტიმურად არჩეულიო. აი ამ წინადადებიდან რომელიღაცა სიტყვის მნიშვნელობა აშკარად არ იცის. აბა ყველა თუ იცის, მაშინ ეს განცხადება კი არა, ეს არის ჩადენილი ჯგუფური დანაშაულის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ითვალისწინებს ციხეს 6-დან 9 წლამდე. რა ვიცი, აი რანაირად შეიძლება, საერთოდ რატო ალაპარაკებთ ამ ადამიანს? ცოტა ხანი ეგეც რომ დაასვენოთ, იმიტომ რომ ჩვენც რო გავანიავოთ გონება ამით. მონოლოგის ბოლოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები რომ შევაფასოთ, კარგს ვერაფერს ვიტყვი. ეს ყველაფერი ძალიან დიდ პესიმიზმს და ნიჰილიზმს იწვევს და ვრჩები ჩვენი დასავლელი პარტნიორების იმედად. რომ იქნება ამერიკამ და ევროპამ მიმართონ რაღაცა სანქციებს და ასე შემდეგ. სანქციების დაწესების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის კლანური სასამართლო ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ ამათ როგორ დამოკიდებულება აქვთ იცით ალბათ ამ სანქციების მიმართ. ამას კარგად გამოხატავს ოცნების მოსამართლე ლევან მურუსიძე. ნახოთ მისი განცხადება. იმ ქვეყნებს, რომლებიც სანქციებზე საუბრობენ, ვურჩევდი, რომ თავიანთ სასამართლო სისტემას მიხედონ. ვახ, თქვენ გენაცვალეთ, ბატონო ლევან რა. ვახ, თქვენ გენაცვალეთ, მიდით რა ერთი ლექსად უთხრათ ერთია მათო ერთი. კარგად რომ შევამკოთ ლექსად. რა, აი თქვენ როგორც შეგეფერებათ ისეთი ლექსი. აი ესეთი მაგალითად ბრიტანულ კანონს ვითომ რომ არის სამართლიანად დალაგებული, მე მირჩევნია ერთი ხოხობი ცივად ბაჟეში ჩალაგებული. აი ამიტომ ვერ მოგერევიან. ძვირფასო მეგობრებო, აი ეს იყო ჩემი მონოლოგი. იმედია სულ მალე ჩემ შოუს კლავაც გააფორმეს ბედი თამურალეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. მადლობთ. გადაცემის სპონსორია ესენსი. გერმანული დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.